თქვენ იცით რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის აწყურად წოდებულისას არ ქონდა დღესასწაული და ანუ ყველა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს აქვს დღესასწაული და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულად დაინიშნა 16 მაისი, რა დროსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვირეული ჩატარდება განსაკუთრებულად ჩვენს ეპარქიაში ჩამობრძანდება მისი უწმინდესობა ხვალ ანუ 11 მაისს იგი ჩამობრძანდება ახალციხეში კერძოდ 3 ნახევარზე იგი მობრძანდება წმიდა შალვა ახალციხელის მშენებარე ტაძარში, რა დროსაც იგი გადაიხდის პარაკლის, ხოლო 12 მაისს აღესრულება ხსენება წმინდისა მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა, რა დროსაც ჩატარდება წირვა უდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რა დროსაც მისი უწმინდესობა 12-ის ნახევარზე მოილოცავს არალის წმიდა ნინოს ტაძარს, შემდგომში იგი მიბრძანდება დაახლოებით პირველის ნახევარზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც აღასრულებს პარაკლის, ხოლო შემდგომში იგი გაემგზავრება ზარზმაში, ზარზმის მონასტრის მოსალოცად. ხოლო საღამოს 6 საათზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი აწყურად წოდებულისა ჩამობრძანდება აჭარიდან ახალციხეში, სადაც საღამოს 6 საათზე მრევლი და სასულიერო პირები დახვდებით ხატს მაცხოვრის ამაღლების ტაძარში, ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში, სადაც ჩატარდება საღამოს ლოცვა და მთელი ღამე ჩატარდება ღამისთევის ლოცვები. ხოლო დილაზე აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადაბრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც 10 საათზე ჩატარდება საზეიმო წირვა და საზეიმო წირვას აღასრულებს წმიდა სინოდის წევრები. ხოლო წირვის დასრულების შემდეგ მობრძანდება მისი უწმინდესობა, სადაც აღავლენს პარაკლის და შემდგომში იგი გაემგზავრება ისევ თბილისში. ხოლო 16 მაისს როგორც შეგახსენეთ, იქნება ხსენება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა და მე მადლობ ღმერთს, რომ ჩვენს ეპარქიაში ესეთი განსაკუთრებული სიხარულია და წყალობა ღვთისა და არ მოგვაკლოს მისი უწმინდესობის, მისი მაღალყოლად უსამღვდელოებისობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ და სრულიად საქართველოს